პირამიდები. მოგესალმებით. სალამი. ხუთშაბათი, ჯიმი და ნიკო, განკითხვის დღე. წლის ბოლო გადაცემა, ნიკო. წლის ბოლო გადაცემა. შემაჯამებელი შემიძლია ვთქვა, ნიკო? შენ შეგიძლია რომ ყველაფერი თქვა, ენა შეძლების დაგვარად, მაგრამ რაც შევაჯამებთ, არ ვიცი, მე ესე ვიფიქრე. იმდენი კარგი ამბავი მოხდა. კომენტარებში ჩავხედოთ, იქნება ვინმეს კაი რამე გადახდა თავზე. თქო და ესე ვიზამთრ, რომ მარტო კომენტარებს არ წავიკითხავთ, მაგრამ ესე წითელ ხაზად რო გაგუდევდებს, რომ დავიწყოთ კომენტარებს წაკითხოთ, გავაგრძელეთ პირველი, ვიდრე წავიკითხავთ, სახელმწიფო განწყობა როგორ გაქვს. სახელმწიფო მე ხო აიცი არა ვარ ამ დღესასწაულების დიდი ფანი და ეს ადრეც მაქვს რა თქვა გადაცემაში ჩვენთვისაც მე ვარ ესეთი ჩვეულებრივი სადარგი დღეების ადამიანი აი დიდი ემოციური ამოფრქვევები არც ხო კარგი ამბები მირჩევნია ცუდ ამბებს მაგრამ აი ჩემთვის იდეალური დღე არის როცა არაფერი არ ხდება აი შვიდათ ვარ რაღაცას ან წავიკითხავ ან ვუყურებ იქ ყველა კარგად არის. კაია, კი. სტაბილურობა. ციგნის კითხვა წამოწოლილი გირჩევნია თუ დამჭრელი? იცი რა არის, მე ადრეც შემოვიდა ბოდიში ვახარო ყველას გერმანულის გამოცდა ჩავაბარე. ჩვენ ეჭვერდი არა მაგარია რა მიიღე? ჩვენ არ ვიცი, მაგრამ ჩავაბარე წარმატებით გილად წავწოვ. Das ist fantastisch, sehr gut. Dato Koridze, wir haben vergessen Dato Koridze introduzieren, ja? Ja. Introduzieren გამოვიცან შეიძლება არ არის გერმანული. გოეთე და ეკერმანი გაიჩიტა ახლა. შეგვიძლია უკვე ნიკო მოუყევი ყველაფერი და ჩაიწერს ყურადღებით. შეეძლო რომ ორი წუთის წინადების დასრულება ეცლია და მე შემოიტანა ეს ამბავი, მაგრამ მაინც სიხარული სუფევს. ციგს წამოწოლილი კითხულობ თუ დამჯდარი? წამოწოლილი ვეღარ ვკითხულობ. ხო, არა, ნუ ახლა წამოწოლილი კითხვას რა ჯობია? თუ შესაბამისი ლიტერატურა არის, შესაბამისი წიგნი არის, მით უმეტეს, მაგრამ იმის გარდა, აი ამ დაავადების შესახებ, რაც ჩემს თვალებს ჭირს, ცნობილი გახდა ფართედ, აი მზია ამაღლობელს, რაც ჭირს კერატოკონუსი, ეგ დაავადება მჭირს მე მართავ ყარი კონტაქტური ლინზებით, რასაც ჭირდება რაღაცა ესეთი სტაბილური ისა, მოძრაობა, წამოწოლილი, დახრა, ეგეთი რაღაცეები. როგორც კი გადაცურდება ლინზა, უნდა გაისწორო დისკომფორტია, განათების კუთხეს გააჩნია და მოკლედ წამოწოლილი აღარ გამომდის. ცუდია, თუ საუკეთესო კითხვა წამოწოლილია. ხო, არა, ალბათ კი არა, ნუ ყველა შემთხვევაში წამოწოლილად კითხვაც, მაგრამ ასწორებს და რაღაც მომენტებში შეუცვლელია წამოწოლილი კითხვა. მე მეც ეს მithქვამს, რომ რაღაც ხანი პრობლემა მქონდა, რომ ხატული და ვერ ვკითხულობდი. ანუ ეს დავიწყებდი შევეშვებოდი Kindle-ში ძირითადად და მეთქი ეხა რაღაც ჰორორ მოთხრობების ან კლასიკურ ანთოლოგიებს ვკითხულობ და კარგად წაიღო, მაგრამ მანამდე შეცდომა დაუშვი და მეთქი მოუბრუნდები რამე კარგ ლიტერატურას წავიკითხავ, მეთქი კორმაკ მაკარტის სისხლიანი მერიდიანი თუ სისხლის მერიდიანი, blood meridian ინგლისურად. აი მე ჩემ ინგლისურ ნორმალურად ვიცი, ან კითხულობ ჩვეულებრივად. ის 4 გვერდი წავიდა, მე-5 თავის ბოლოს ჩავიდა, ენა აქვს ესეთი, ანუ კარგი რაღაცნაირი ინგლისური წერს, მაგრამ მეთქი ამას მე ვერ წავიკითხავ და ვერ წავიკითხე კიდევაც. ხო, მხატვრული ტექსტებისთვის ხო, ეგ ახლა დარწმუნებული ვარ ის ფოლკნერის ის მაური და მძვინვარითაც ესეთი ეგეც სათექნიკო დაწყება, ეგ უკეთესად იკითხება კიდე. იმას ვიზამ. კი, მე არა მესმის, ხო. იცი რა არის ნიკო, აი შენ რო ამბობ მხატვრული ლიტერატურა, მეც რაღაც ფორმულასავით შევარჩიე. ერთი პერიოდი, როცა ხშირად მიწევდა გზაზე, ისა სიარული, ხო, და დღის მნიშვნელოვან ნაწილს ვატარებდი ტრანსპორტში, გზაზე საკითხავი ცალკე მქონდა, სახში რომ მივიდოდი, იქ საკითხავი ცალკე მქონდა. აი ეგ და სამწერტილი დასვიმანდა და გზადაგზა წავიკითხავ კომენტარებს, რომ ისა ვასილ ჟიჟელაშვილი წერს, რომ სმენელის რუბრიკა გავაკეთოთ, ყოველ ეპიზოდზე ერთ კითხვას დაგიტოვებთ ხოლმე და 10 ლაიქი მაინც თუ ექნაო. ჯიმიმ და ნიკომ გვიპასუხონა მოიცა. პირველი წლისთვის კითხვა, რადგან ყოველდღე არსებობს რისკი ადამიანი მარტივად აღმოჩნდეს ციხეში, იზოლატორში, ჯიმი რას გვირჩევს ციხეში წასაკითხად. ეხლა ამ კომენტარს აქვს 5 ლაიქი. ამიტომ თავად ვასილის დასმული წესებით შეგიძლია არ უპასუხო, მაგრამ რა 5-იც კარგი ლაიქია და თან კარგი შეკითხვაა. ციხეში რას წააკითხებია? ხო, ახლა როგორი რაღაცა, იცი, ვფიქრობ, რომ ციხეშიც და ციხის გარეთაც დიდად არ განსხვავდება რა შეიძლება წაიკითხოს, მაგრამ თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომ ადამიანი ციხეში იტანჯება და რაღაცნაირად უნდა შეეგუოს ბედს, რომ ტანჯვას, შეზღუდვას სივრცეში დროში არა, დროში და აწყვეტილი ხარ და იმდენი დრო გაქვს, სად წაიღო არ იცი.
ნუ გასაგებია ხო რა ვიცი იმის გამო რომ მარტო არა ხარ ვინც უსამართლოდ დაიჩაგრა ვინც ტანჯვა გაიარა რომ მარტო არა ხარ აი ასეთი ადამიანები უამრავი არის პირველი რაც გამახსენდება არის ალბათ ჩალამოვი ახლა რო გამოდიოდი ნასტას მაგიდაზეც იდო მისი კოლიმური მოთხრობები ხო რო იცოდი რომ უარესადაც შეიძლება რომ უარესადაც კი რომ ადამიანი აი ხო ყველგან პოულობს რა არის იცი სინამდვილეში არის სტაბილურ მდგომარეობამდე მიღწევა როდესაც მდგომარეობა პირობები გიუარესდება ან განცდა გაქვს უსამართლობის ხო ძალიან რთული არის მაგ მომენტში ხო როგორც კი რაღაც სტაბილური სიტუაცია დამყარდება ხო შეეგუები რომ აი მოსჯილი გაქვს ამდენი ის და მე უნდა გადარჩე ხო ეგუები ჩვეულებრივ და იწყებ მე მოდის ეგ კითხვის ხალისიც ალბათ ჭამისიც და რაღაც ის წერის და ასე შემდეგ ხო აი კოლიმური მოთხრობები ნუ სრული ჯოჯოხეთი არის და აი რწმუნდები რომ იმ ჯოჯოხეთშიც ადამიანმა შეიძლება შეინარჩუნოს ადამიანობა რაღაც ესეთი არა მარტო გადარჩენაზე იფიქროს გადარჩენაზეც უნდა იფიქრო და როგორ იფიქრო და როგორ გადარჩე მაგაზეც არის ხო და იმის მიღმათაც გაიხედო ხო აი და შეიძლება ეს შვების მონგრელი იყოს იმ თვალსაზრისით რომ ყველაზე უარეს პირობებში კაი ერთი ეგა გვაქვს კოლიმური მოთხრობები მე დავამატებ ამ კითხვას ქვეკითხვას ამდენი რამე წაგიკითხავს ციხეში რო ხდებოდეს მოქმედება ეგეთი თუ გაქვს რამე ოღონდ underrated თან თქვა ხა data თუთაშხია ან თეთრი ბაირაღები თუ რამე წაკითხული გაქვს ეგენი წაკითხული გაქვს ადამიანს და ალბათ შოუშენკიდან გაქცევაც რამე ისეთი ხო არ გახსენდება ცოტა სხვანაირი ხო არ ვიცი იმ data თუთაშხიაშიც ხო ძირითადად data თუთაშხიას მე ვფიქრობ რომ ტექსტს მოერია ფილმი და აი ეს ამ ფილმს ჯერდება ბევრი და იქ ფილმში კიდე ის ციხის ეპიზოდი არის ნუ ერთი სერია და არაფერი არ არის და წიგნში ნუ ახლა შეიძლება ეს წიგნი არ არის ამ სოფლიო ლიტერატურის შედევრი მაგრამ რაღაც საყურადღებო ამბები არის მე ძალიან მომწონს ანუ ხარ ვიცი სოფლიო ლიტერატურის რეიტინგებში როგორ იქნებოდა მაგრამ ქართული ეპიკური პროზა ეგეთი რა გვაქვს სხვა ანუ რაც ჩემთვის ის არის რა ბევრი უბრალოდ აკრიტიკებენ ფილმს აკრიტიკებენ იმით რომ აი თვითონ ესე იგი დაკვირვების ადგილი საიდანაც ხრობა მიმდინარეობს არის უფრო რუსული იმპერიალისტური რაღაც იმის თვალით დანახული რაღაც ეგეთი აკრიტიკება ხო და იქ ციხის ეპიზოდი რაც არის იქ არის ძალიან დიდი ის არის იცი რა არის ეს რაღაცნაირად იმ შტაბეჭილებასაც კი გიტოვებს რომ დანარჩენ ამ კორპუს ტექსტისას რაღაცნაირად ხელოვნურად არის მიდგმული. ფილმში იმის გამო რომ აი ეს დროისა და სივრცის ერთობა ყოფილიყო, რომ საყურებლად საინტერესო ყოფილიყო, ამის გამო არის ესე შეკუმშული ეს ხო და აი ამ თვითონ წიგნში ეს ციხის ეპიზოდი კლასიონ კვიმსაძე და მთელი ამბები ფილოსოფია იქ აჯანყებები და ის რაღაცა არ არის უინტერესო. აი ახლა თუმცა ანუ ეგ არ ვიცი ხელოვნურად მიდგმული რა, მაგრამ ყველაზე ნაკლებად მან ხო და არა წავიკითხეს თინეიჯერი ვიყავი და მე რამდენიმე წელი არ წამიკითხავს და შუაში ვტოვებდი ხოლმე ხშირად გრაფისეგედის ამბებს თავიდან. მე პირიქით ჩავხდე, იმიტომ რომ საინტერესოა, მაგრამ ბავშვობაში უფრო ექშენი მინდოდა. მეც ზუსტად ეგრე. აი აქ ციხის ამბებს კი წავიკითხავდი, მაგრამ მეთქი ცხები მირჩევნია ანუ რაღაც ახლა თავის დროზე მეც ეს ციხის ამბები ესე დეტალურად არ მახსოვდა და ახლა რო წავიკითხე, ხო, აი ციხის ამბებმა უფრო რაღაცნაირად მიმიზიდა. ხო, ახლა იცი რა არის უსპად რა გამახსენდა, ადრეც მიხსენებია ეს არის ესეთი არგენტინელი მწერალი ის მანუელ პუიგი, იმას აქვს სრულიად ციხეში ერთ კამერაში ხდება ვითარება, ის არის ტიპ შეუგზავნიან კვლელს, კრიმინალს, რაღაც უნდა მოკლას, მაგრამ აი როგორც ეს 1001 ღამეში არის, ის უყვება გამოგონილ და ნამდვილ ფილმებს. გამახსენე ხა მოყოლილი, ფილმებს უყვება რა. ესე იმაშება, იმდენად კარგად უყვება, რომ იმას ივსებს რა, ის დანაკლი, თითქოს ფილმს უყურებს. და ამ დროს უყვება როგორც ფილმებს, ასევე მოგონილ ფილმებსაც. ხო, იცი რა არის? აი მე აქ ესა ეს აი შეიძლება წინა გადაცემაშიც მაქვს ლადო სულაბერიძე ესეთი პოეტი იყო, რომლის ესე იგი წიგნი დოკუმენტური პროზა ახლახანს გამოისცა და არის იხსენებს ტიპი არის ნამყოფი როგორც ფაშისტურ კონცლაგერში, ასევე საბჭოთა ლაგერებში. და აღწერილი აქვს იქაც ვითარება და აქაც. ხო და არის ძალიან საინტერესო.
იმიტომ რომ ნუ თელის ამ სისავსით აღწერს ამ იმას რაც ხდებოდა ამ იმას საბჭოთა იმეებში საკონცენტრაციო ბანაკი დავარქვა თვითონ ლაგერს უძახის და იქ ამბობს რომ აი ბანაკი რო ვთქვაო ნუ ქართულად თუ ბანაკი არისო მაგრამ აი იმ სისავსით ვერ გამოხატავს რაც ესე იგი აი ლაგერი ნაღდი ლაგერი ისიც კოლიმაში არის სხვათა შორის ახლა დასდაშკია ვახსენეთ ხო იქ ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად იყო ხდება და რაღაც იქ ის ხო უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო ეს გულაგი დაშორებული და ერთად არ იყვნენ რაღაც მომენტში იყვნენ და მე მიმოწერა ჰქონდათ და აი ახლა რო იმაშვებიან ხოლმე ბევრი ძალიან ეს იოლად ამბობს რომ არ არის მწერალი და ვიღაცას მოპარა და ვიღაცის ტექსტი არის აი იმ წერილებიდან მიმოწერიდან ჩანს რომ ნუ ეს მუშაობდა ქონდა ეს ნაფიქრი და აი აბსოლუტურ აბსურდად მეჩვენებოდა ყოველთვის და თან რატო ანუ აი რა არ ვიცი რა. კაი, და რა ქვია ლადო სულაბერძის ციკლს ხო არ გახსოვს? უნდა მოვძებნო ესე იმათ. თუ არ გიწერია, ხომ კარგი, მაგრამ აქ წერა. ცხად სიზმარიანა, ეს ცხად სიზმარიანა. ისე არ ჩაგჭრედი. ცხად კაი ციგნია მოკლედ. კარგი ციგნი არის, დიდი არის, მაგრამ ძალიან ესე საინტერესო, თვითონაც საინტერესო, კარგი პოეტი იყო, მე დაბრუნდება, გადარჩება, ერთს იმასაც გადაურჩება, მეორესაც და დაბრუნდება და მე მგონი აი 90-იან წლებამდე იცოცხლებს და ეს ციგნი არის დიდი, კარგი, ესეთი საინტერესო საკითხავი არის. შეყვებოდი წინაზე თუ ვინმე მგონი შენ თქვი წინა ჯერზე. ხო, და ციხეებზე ახლა სოლჟენიცინს ის თუნდაც ახლა შეიძლება ის გულაგის არქიპელაგ გულაგი არ წაიკითხო, დიდის, მაგრამ ხო, აი ეს ივან დენისოვიჩის ერთი დღე, რომელიც აი მას ვადარებს შეიძლება შეადარო რომ აი წყალზე წარმოდგენა ახლა მაინც და მაინც აუცილებელი არ არის რომ წყალზე წარმოდგენა შეგექმნას აი უზარმაზარი ჩანჩქერი ნახო ან რაღაც ვანახო შეიძლება ნუ აი წყლით ან რაღაც აი რაღაც ჭურჭლით ხო აი ესე არის რაღაც წვეთი რომელიც იტევს აი მთელი ოკეანეს რასაც საშინელი და წასაკითხი ციგნია როგორც ეგ არ წამიკითხავს არქიპელაგოლოგი რამდენიმე ტომი ქონდა სახე და თავიდან ბოლომდე არ წამიკითხავს მაშინ ის გავიღებდი რაღაც ნახევარი წაკითხული მაგრამ არა თავიდან ბოლომდე ხო არის რაღაც წიგნები რომელსაც ხშირ შემთხვევაში ახლა თუ პროფესიონალი ლიტერატორი ხარ ან კრიტიკოსი ხარ და რაღაცა უბრუნდები მაგრამ რაღაც ასაკში ვკითხულობთ ხო და მე რაღა არ უბრუნდებით ხო და აი უბრალოდ ეს ძალიან ესეთი სქემატურად გვახსოვს ხო და ეგეც უზარმაზარ დიდ წიგნებს ახასიათებთ ეგ ხო კარგი, კიდე დავიკითხავ რამეს, ანუ ემიგრაციიდან ხო, მაგრამ რჩევას ხო აქ როგორ წავი, მე ვიცი რა არის წიგნები, გინდა ციხეში იყო, გინდა გარეთ იყო, შენ შეგიძლია შეარჩიო და მილიონ რამე საინტერესოს იპოვი, მაგრამ მე რო ვიჯდე სიტყვაზე, ხო? ჩემი რჩევა იქნება ჩემთვისაც, სხვისთვისაც, ხო? ან რაღაც ავტორები ამოიჩემო, რომ რაღაც ის დრო ფუჭად არ დაგეკარგოს, რომ რაღაც სფეროში იყო პროფესიონალი. აი მაგალითად ამოვწურო მარკესის ყველა ტექსტი, ან ამოვწურო ლიოსას ყველა ტექსტი, ან აი ფოლკნერი. ან მაინც და მაინც არა, გადასარევი იმის გამო, რომ მაინც დაინგრა საბჭოთა კავშირი არქივები გაიხსნა, ხო? უამრავი არის დოკუმენტური პროზა და რაღაც ისტორიები დაიწერა და ხო? ან რაღაც ეპოქა რო ჩათვალო რომ აი ვინ იყო ისა იქ ალკატრანში რო იჯდა და იმის ჩიტების ის რო გახდა პროფესორი და რაღაც დიდი მთავარი ორნიტოლოგი გახდა იმ სოფლიოში სამუდამო თუ რაღაც პატიმრობა არის ეგეთი ისტორიები გადაფრენებს უყურებდა და აინტერესდა ბიბლიოთეკიდან წიგნები გამოი ხო მოკლედ არის ავტორები ეპოქები რაღაც თემები ამოიჩემო და ის ამას მიაწვე ესეც საინტერესოა ხო კაი რჩევა იმიტომ ხო გავა სიტყვაზე 2 წელი 3 წელი და ნუ ეს ცოდნა არ დაგეკარგება და იფიქრებ უბრალოდ გასართობად და დროის მოსაკლავად, ხო, ნუ დეტექტივები. ხო, რა, ნუ უამრავი რაღაცა შეიძლება გააკეთო უბრალოდ გასართობად და გასართობზე წინაზე ვახსენეთ სერიალებს და რაღაცებს ვამბობდი და დღეს დილას რო გამოდით, რომ ყველაფერი ვახსენეთ და არ გვიხსენებიო Slow Horses. ხო. არის ეგეთი სერიალი, რომელიც არ ვიცი მე ეხავე 4-5 მაცალე ხმა მეც მაცალ სტომარსაც ალაპარაკე მე დაგიბრუნებს. იმიტომ რომ გახურდა ეგრევე Gary Oldman-ი თავად. ისინი არიან ჯაშუშური სერიალი არის, თითო სეზონი, თითო ამბავი არის თავიდან ბოლომდე, მგონი 10 სერია არის თუ რაღაცა. იცი რა არის მე თავიდან უყურები და მე მგონი რაღაც ავწდი და გასართობია, განსაკუთრებული ის არ ჭირდება ტვინის დატვირთვა, სეზონიდან სეზონამდე მოქმედება რაღაცნაირად ვითარდება, მაგრამ თითო სეზონი, თითო ამბავია, თავარ ტიპი ანუ პონტი არის ეგეთი, რომ ვინც რაღაცაში ჩაიჭრება ბრიტანული დაზვერვის თანამშრომლები
აგზავნიან სამსახურიდან კი არ ყრიან, არამედ ცალკე რაღაცა ოფისი არის, slow horse-ის ეძახიან მაგას და იქ არიან. სახში რო შედიან ვიღაცა რო ისვრის და ერთი რო მოკვდე. კი არა, საავტობუსში. ანუ რაღაც დროს ვიღაცას ესვრიან. პირველი სეზონი მასე ხო არის. კი. მიწის ქვეშ ვარიან ჩასულები და ახალ არ მახსოვს მეოთხე სეზონი მაქვს, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ დიდი ტვინის დატვირთვას არ მოითხოვს. გარი ოლდმენი არის იქ, რომელიც არის რაღაცნაირად ბინძური, სულ აკუებს რაღაცა ეგეთი ტიპი, რომელიც არის ძალიან გენიალური. ნასკების და იმის ოფლის უნიმენტის ხო, უნდა გენიალური ჯაშუშია და სეზონში არის გარი ოლდმენი. კი, თავიდანვე არის. პირველივე სერიაში არის. თავარი ტიპია, ხო. და რავი, თუ რამის არ იცი რას უყურო და მაგას უყურებ, არინანებ, იმიტომ რომ გასართობი არის, არაფერს არ მოითხოვს, თან ხა მსახიობები კარგად თამაშობენ, კაი გადაღებულია და გარი ოლდმენზე კაი მსახიობი არ არის ბევრი. ასე რომ ხო. იცი რა მინდა თან დათო ერთი იქ ყავისფერი სითხე რომ დამის ხარვად ბრენდის სახელს უბრალოდ კოლას სასმელი თუ შეიძლება მადლობა დიდი ემიგრაცია წინაზე რამდენჯერ მევახსენეთ ემიგრანტები და არაერთი კომენტარი მივიღეთ მოკითხვა ემიგრაციიდან ჩვენც იქით მოვიკითხავთ ჩვენი ძმები და დები და როგორც ადრე ვიტყოდი ხოლმე გენდერ ნეიტრალური დედმამიშვილები მადლობა აი ნათია მინაშვილი ამერიკიდან გვიყურებს ლალი ბერძე რა თქმა უნდა თბილისიდან დანიიდან თედიაშვილი გერმანიიდან ბაჩო გაგელიძე ავსტრალიიდან ნათის ვლოგი ავსტრალიიდან ამ მაგარია ავსტრალია დარჩა ეგეთი მიუწვდომელი ეგზოტიკურ ადგილი ეხლა საიდან გიყურებენ მეგონი ეგეთი აღმართოვანებელი აღარ იყო როგორ არა ანდიაში უთარ რეკავდნენ მართლა დანიიდან ეგ მართლა ხო თორე სად მართლა რეკავდნენ ალბათ ხო ხო მაგრამ შოკი არის ყო მართლა და 4 რომელი წელი იყო ხო 2002 ალბათ ან 2001 ხო იმიტომ და კიდე კოკახანდი ხო მოკლედ მოვიკითხავთ ჩვენს ემიგრანტებს და ძმებს შემდეგი საკითხი რომელიც უნდა გავიაროთ და ნელ-ნელა ჩამოყვავით არის რომ წინაზე ვიკითხე რომ თუ რამე კარგი მოხდა თქვენ ცხოვრებაში იქნება დაწეროთ რომ რაღაცა პოზიტივიც გქონდეს ხო იმიტომ რომ და სალამაყურებელი იტყვის დიახ შენ მითხარი თქვენთვის რა მოხდა კარგი არა როგორ არა ნიკო ხო მაშინ აბა სოფომ და ჩემმა ტყუპებმა ჩააბარეს ძალიან კარგი არის კი ხო ვახდნენ სტუდენტები პატარა ამბავია არა დიდი ამბავია როგორ მიდის სწავლა რა მიდის რა ჩემები ხო გეუბნები უბრალოდ არავის რუსთავში არ უყვირს მთელი დღის მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტში გატარება მაგრამ იმის გამო რომ თავისუფალი უნივერსიტეტი კიდე თბილისიდან კიდე იქით არის სასასვლელი ნუ აი მათი ძალიან წვალობს მაგრამ ნუ ესეთი ჭკვიანი ბავშვი არის და ცდილობს ეს დროის ოპტიმალურად განაწილებას ძალიან ესე გამეცინა გულში ორჯერ სამჯერ ნუ ორი კვირის მერე ამბობს რომ იცი რაო მე შეიძლება ლექციების მერე იქ დავრჩეო იმეცადინო და მერე წამოვიდეო ახლა უკვე ხო ხდები ჯერ ენერგია გაქვს მერე გზაში იღლები რომ მოდიხარ და ხო არა ჭკვიანურია ხო ჭკვიანი ვიფიქრე ხენ და ეცად გზის მერე რა მომეცადინებს ნუ გზაში შეიძლება მაგრამ იგივე ამბავია სოფია და ვისა კაცო გიორგიმ ჩემო ცოლი მოიყვანა რას ასევე ის არის კი შენთვის დათო სერტიფიკატი ავიღე წლის ბოლოს გერმანიაში იგი ხარია ყველაზე უფრო უბედურო შენა წლის თავი მოვლენა გერმანული სერტი ანუ კარგია კი არ გიტრიზავებ ასწორებს მაგრამ რაღაცას კიდე რამე არ არის უნიშნელოვანი არა ძალიან სერიოზული გამოფენა ქონდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჩიკაგოს უნივერსიტეტში ქონდა გამოფენა უნიშნელოა ეგა აირად ბიჭო ძალიან მნიშვნელოვანია ვინმე სხვა იმას ქართულს ქონია ჩიკაგოს უნივერსიტეტში გამოფენა არავის არასდროს ზუსტად ვიცით იმიტომ რომ შევისწავლეთ ეს საკითხი და დავადგინეთ რომ მარტო ქორიძეს ქონდა და მარტო ქორიძეს ექნება იმიტომ რომ გააუქმეს ეგ უნივერსიტეტი ო ისეთი კაი გამოფენა იყო რომ ეხა უკვე აზრი აღარ აქვს სხვა რამის ჩატარება ვერც გაიმეორებს ვერც გაიმეორებს ვერავინ ხო და კარგი ამბების ხვების ახლა ვნახოთ. იცი რა არის? ესე კარგი ამბები ადამიანის ცხოვრება ეგრე არის, კარგი ამბებიც ხდება, ისე რა ამბებიც ხდება, ცუდი ამბებიც ხდება, მაგრამ აი ეს არის ბუნებრივი და ლოგიკური, მაგრამ აი ქვეყანაში იქ ქვეყანასთან დაკავშირებით სხვა ლოგიკა მოქმედებს, გაიგე? იქ ქვეყანაში ესე იგი გარდაუვალი არ არის, რომ ქვეყანას ცუდი და კარგი ამბები დაემართოს. უნდა ემართებოდეს ქვეყანას კარგი ამბები. ცუდი ამბები არ უნდა ემართებოდეს.
არა ვართ დაზღვეული ცუდი ამბების დამართვისაგან, მაგრამ ყველაფერს უნდა აკეთებდეს საზოგადოება, საზოგადოების დობით აღჭურვილი პოლიტიკური კლასი, რომ ქვეყანას ცუდი ამბები დაიმართოს. Აი, ჩვენს პირად ცხოვრებაში ზოგადად ადამიანის ფიზიოლოგიაც ისეა მოწყობილი, რომ სულ კარგი ამბები ვერ მოხდება, ლოგიკურია, ხო? ხო. და აი ქვეყანაზე შეიძლება გქონდეს პრეტენზია, რომ ჩვენს ქვეყანას უნდა სულ კარგი ამბები ემართებოდეს. თუ ქვეყანას კარგი ამბები არ ემართება, ვიღაცა უნდა იყოს პასუხისმგებელი. ხო. ხო, აი პირადი ცხოვრებისგან განსხვავებით, ხო, პირადი ცხოვრებისგან განსხვავებით, სადაც ყველაფერი ასე თქვა ჭადრაკული არის, ხო, აი ქვეყანას არ ეპატიება ეს. ხარა, გრიგოლ ლილუაშვილი ნიკო არის კატასტროფა რა. ნუ მე არ ვფიქრობ, აი რა მასშტაბის ის არის, აი ქვეყნები, რომლებიც ზოგმა არის ის ვინ არის გრიგოლ ლილუაშვილი, სუსის ყოფილი ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, რომელიც მოაქამამდე რამდენიმე თვის წინ მოხსნეს, ხო? ნუ რაღაცა სადღაც რა ეხანდელი იყო, ხო, 6 თვის წინ და ეხლა დაიჭირეს კორუფციის გამო. მათ შორის ბრალდებები არიან, უბრალოდ კორუფცია კი არა, რაღაც ქრთამის აღება. ანუ ის კი არა მარტო ატკატები, რომელიც ასევე არის, იქ მე მგონი, მაგრამ არის რომ $1,000,000 ქრთამი აიღო ამ პიროვნებისგან რაღაცისთვის. ხო, აი რაღაც ტენდერის ლობირებისთვის, რაღაც იქ ვიღა თურქი ბიზნესმენისგან რაღაც იმის ფარველობისთვის. ხო, აი ჩვეულებრივ აი ესეთი ქვეყანა, რომელსაც მართლა არჩეული ხელისუფლება მართავს, დემოკრატიულია და ხალხის აზრს რამე ის აქვს მნიშვნელობა აქვს. იქ იქნებოდა, ნუ არ ვიცი, აი ჯერ არ მოხდებოდა ესეთი რაღაცა, რომ ესეთი. მოდი ესე წმინდა წყლის იმათ სიმართლეთ ნუ მივიღებთ, იმიტომ რომ ჩვენთან საქმეების შეკერვა და რაღაცეების შეტენვა და ის ალეჯედლი როგორც ამბობენ, ანუ როგორც ბრალდება ამტკიცებს ესე ვთქვათ, ხო ცხადია, ის წარმოუდგენელი რაღაცა. არაფერში დამნაშავე ის ჯერ არ არის, ვიდრე არ დაუმტკიცებს სასამართლო ყველანაირ ყველაფერში, ამიტომ ბრალდებული ამ საქმეში. კი, ხო, აქ შეიძლება რაღაც იქში და ჯგუფებს შორის ბრძოლა იყოს, მაგრამ ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და აი რევანშის ამბავი არის, რომ ახალი პოლიტიკური ძალა, ძველ პოლიტიკურ ძალას, პოლიტიკური ნიშნით დენის და რაღაცეებს ტენის. ისე პროპაგანდაც როგორ ის არის, როგორი გასაправებელია, ნიკო. ტიპები გვიმტკიცებდნენ, რომ ესე იგი მთელი ეს წლები გლობალური ომის პარტია Deep State, რომელიც აბურთავებს ევროკავშირს და აი რავი ის ჩვენ გვებრძოდა, ასეთი იოლად მოსასყიდი უსაფრთხოების სამსახური ყავდა და აქ ვერაფერს გახდნენ. მე მგონი ეჭვი მიჩნდება, რომ არანაირი ძალისხმევაც არ ყოფილა იქიდან, თორე არ გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ სუსის გარდა ხო, აქ ასევე არის ბრალდებულია პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საერთოდ დაჭერილია და რა ვიცი, ვინ აღარ ხო და რაღაა ეს სახელმწიფო. სრული სიგიჟეა. მეორე, სუსზე გამახსენდა რა ხან მან დავართ ბოლო დღეებია ლაპარაკი ამაზე, რატო გაძვირდა და სურსათიო, რაზეც დაიწყო ლაპარაკი ირაკლი კობახიძემ. და შემდეგ გუშინ წავიკითხე, სუსი იძიებსო მაგ საკითხს და ეგეც ხო სუსი რატო იძიებს საკვები რატო გაძვირდა? ანუ ხო. კი. მაგაზე ნუ ეგ ხო შევადაროთ. ნიკო რობისული საპარლამენტო კომისია უნდა შევქრა, ანუ რა კაი, საპარლამენტო კომისიას კიდე ჯანდაბას მაგრამ სუსი რა. სუსი დავიმახსოვროთ ეს სურსათის დავიწყოთ. სუსი სურსათის უსაფრთხოების. ნიკო, ანუ ყველაფერი სასაცილო ვერ იქნება. გრიგოლ ლილუაშვილი პროკურორს სასაცილო მოდის. გრიგოლ ლილუაშვილი. აი ვნახოთ. გრიგოლ ლილუაშვილი რო იყო მისული პროკურატურაში და ხო დაესწრნენ ეს ჟურნალისტები და ეკითხებიან რომ ეს და რას ისა ხო არ ფიქრობთ რომ დაგაკავებენო და ყველაფერი ღვთისნება არისო. შეიძლება დამოკავონ ყველაფერი ღვთისნება არისო. აი რა განსხვავებაა სუსის ყოფილ და მოქმედ უფროსებს შორის. სუსის ყოფილი უფროსი ფიქრობს რომ მისი დაჭერა ღვთისნებაა და სუსის მოქმედი უფროსი ფიქრობს რომ მისი დაჭერა ერთი კაცისნებაა, ნიკო. არის ეს განსხვავება? არა, ტიპა როგორ თქვა, არა, ძალიან სასაცილო მოდის. არც ისე, მაგრამ ერთანუ ძალიან ხე ის არის ხო, მაგრამ სასაცილო გამოვიდა. როგორც ეს იმაგას რო იტყვიან, ძალიან სასაცილო მოდის, მე რო ის არის ხო. არა, ძალიან სასაცილო. ეს რა მათქმევინა ტიპს, რომ ისა ღვთისნება არისო, დამიჭერენ თუ არაო, ამ დროს ტიპის ის და იქ გადაწყვეტილებებს იღებს. აგებს და რა. ნიკო, ეს სუსი რო იკვლევს. ეგ არის ძალიან ეგ რაღაც ტიპის ქვეყნებში ხდება ეგრე. ეს რა ყველია? ჩვენმა სომხური? რომელიც რატომაც არის დოქტორ სპიკალბასკის გემოთი.
არა? არ ვიცი. გონია რომ ზეხვშჭა. ნიკო, არა, ყველია. ყველია მწვანეებით, ისე რა. რო ახლა რა. არ არის ცუდი. ნიკო. არ არის. მაგრამ ერთი ლუკმა შევჭამე და რატო ის კიდე გაიხურა. მუქთა ყველი მარტო სათაგურში კი არ არის. ახლა რას იწონე? არ უნდა არაფერი კაცო. არ მომიტანო კაცო ახლა. ჩვენ საიტზე არის მოვძებნეთ ჩვენ რადიო თავისუფლებას აქვს ეროვნული ბიუროები, ხო? როგორც საქართველოში, სომხეთში, ასევე გვაქვს ბელარუსშიც, რუსეთშიც და აი ბელარუსის მოვძებნეთ ვიდეო, სადაც ლუკაშენკა შარშანარა ცოტა უფრო ადრინდელი არის, ესე მთავრობის ხდომა არის და ის უფრო მეტი ქარიზმით და ენერგიით და დამაჯერებლობით მუშტებს ურტყავს იმაებს თავის მინისტრებს და ეუბნება რომ საით გაფრინდნენ ეს ფასები, როგორ შეიძლება მუშტს ურტყავს რომ ფასების და შეაჩერეთო, ფასები გაყინეთო. აი აქედანვე დღესვე აქვე მომეცი პირობაო რომ ფასები გაჩერდებაო. ისა არავინ ჭამსო ამასო ხვალ და ერთი კვირის მერეო. ხო ვიციო რას იზავენ ეს ისინიო. გაზდიანო დღესვეო ფასებსო და მერე იტყვიანო რომ აი ეს აღარ ვზდითო, შევაჩერეთო და ეს. ასევე არის ვენესუელაშიც და იქ ეს იმით. ეგ არის ყველგან სიაბანდი, იმიტომ რომ სიაბანდი რო არის ყოს ახალი წელი ქნებოდა ახალი წელი მოდის. ნახე რა შეასახმა ყველა ვიცით რომ სიაბანდია, კიდევ ერთხელ ვიტყვი სიაბანს რამდენჯერმე ბავშვობაში. ფუთი მეგონა, მაგრამ მეგონი ბუთი უფრო სწორია. კი ბატონო. ისედაც არ არის ლიტერატურული სიტყვა. სიაფანტი. როგორც კიდე ისე იტყვი. ანუ ეხა უცებ შეხედეს რომ ეს მას უყურებ დახლზე ფას. ეს რაღაც გამოვიკვლიოთ სუსტაოდ, თუ რაღაც აწუხებდოთ, გამოეკულიათ, რა სჭირდება ამას ისა პრესკონფერენციები და მუშტების ქნება. ჩემი აზრით, ჩემი თავრობისგან მოვითხოვე, რომ გამოვიდნენ, რომ გამოვიკვლიეთ უკვე, ნახე ამის გამო არის და ეხა ვიღებთ გადაწყვეტილებას რო არ იყოს. რა სჭირდება მაგათ დაპირება, რომ გამოვიკვლიოთ, მე პურის ფასი იკვლევდნენ 2 წელი. სუსი რა თქმა უნდა, თუ ვიღაცა კორუმპირებულად რაღაცას შვება, დაიჭირონ უკვე რას გამოძიება ჩაატარონ და თუ ბოლოსკენ არიან გასული და იციან რომ ვიღაც ტიპის დანაშაულებრივი ქმედებების გამო არის ესო ციხეში მიაბრძანონ. ესე რომ ერთი ამბავი ატყდეს ყველამ, ეგ არის აბსოლუტური სისულელე და აბსურდი რომ ეხლა გავიკვლიო რა საპარლამენტო კომისია არა კვახი. ის თუ რაღაცა მიზეზი აქვს, რასაც ეშველება ეხავე თქვა რომ აი ამის მიზეზის გამო არის, აი ამ კანონს მივიღებთ, ამას რაღაცას ვიზამთ რა, მოკლედ ხვალიდან აბა შევისწავლეთ, ისწავლე და იყავ. ეგ არის კლასიკური აი კატაგუდაში, რომ აი ზღაპარი რო არის, რომ ის გაზაფხული რო შორს არის და ის ზღვარს რო შია და რო ვერ აჩერებს და კატას გუდაში დაუკიდებს იმ იმაში. რა ქვია ცხვრის ფარეხში და ეს ფართხალებს კატა და ცხრევი უყურებენ ეგრე. აღა მუშაობს თავრობა რომ რამენაირად გაიაფოს. სინამდვილეში ხო სანამ ამ სუსეტაკები და რაღაც კარტელური და რაღაც შეთქმულების თეორიების ძებნას იწყებს მთავრობა, იწყებს გაანგარიშებას ეკონომიკური ბერკეტების, ხო? იქნებ გადასახადებია შესამცირებელი. არა, იქნება არ არის კარტელური გარიგება. ან იქნება არის, თუ არის დაიჭირონ ის ხალხი, ვინც რაღაც ან არ ვიცი რა ის არის, მაგაში. ძნელი დასაჯერებელია, უყურე მოდი ასე ვთქვათ, ხო? დიდ ქალაქებში, ძირითადად თბილისში და რამოდენიმე დიდ ქალაქში არის ეს ქსელური მარკეტები და დიდი ისინი სუპერმარკეტები, თორე დარწმუნებული ვარ, ქვეყნის სულ ცოტა 60-70% ამ დიდი სუპერმარკეტების მიღმა ვაჭრობს. ბაზარში, პატარა უბნის მაღაზიებში და ასე შემდეგ. აი სადაც ეს ნისიის როეულები და ასე შემდეგ არის. ძნელი წარმოსადგენი არის, რომ ვინც კი ამ ვაჭრობის და ამ დისტრიბუციის და რაღაც ამ ბიზნესშია ჩართული, ესე დაუსწრებლად შეითქმენ ფლურიბუსში რო არის საერთო ისა ცნობიერება ნიკო და გადაწყვიტეს რომ მოდი ახლა თან როგორ არის იცი ეს ისა შემადგენლობა ვინც ამ ბიზნესშია ჩართული რაღაცნაირად თელს საზოგადოებას მოიცავს თელს იმას მოსახლეობას და რაღაც თავისი ოჯახის და ვიღაცის ნაწილი ეს დაჩაგრონ და ფასები გაუზარდონ და არა მან იდეაში ისე რომ მარკეტები კი არ შვებიან დისტრიბუცია შეიძლება შვებოდეს არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ არის რამე ამ წუთას არის ვარაუდი რომ ხომ არ არის კარტელური გარიშაობს ნიკო არ ვიცი რაღაც ერთ კონკრეტულ ამბავში მაგალითად ის რაც ჩვენთან არ არის მაგალითად რა ვიღოთ აი ზეთი რომელიც ან უკრაინიდან ან რუსეთიდან რაღაც შეზღუდული რაოდენობის ბიზნესმენებს შემოაქვთ შეიძლება ერთმანეთში საწვავი რაღაც მოილაპარაკონ რაღაც მაგრამ ყველაფერი ხო ითვლება არა ინფლაცია არის რა ყველაფერი გაძვირდა მარტო ის ხო არ გაძვირდა ერთი კონკრეტული რაღაცა კაცო მესმის ეგ მაგრამ მე ვუბრალოდ თუ გამოითქვა ეგეთი ბრალდება
რაღაცას ხომ უნდა ეფუძნებოდეს. ამ წუთას არის რომ ხო არ არის კარტელური გარიგება იქნება ალბათ თუ რაღაცა. თუ ახლოს ავართ მაგის ანუ თუ რაღაც ფაქტები გვაქვს იმათა აქვთ. და მაშინ ის და თასონ ვიღაცა. ხო, მაგრამ ამას ყველა ხვდება რომ ეგ არ არის და ეს რაღაცნაირად ეს მოდელი, ქცევის ეს მოდელი და პრობლემის გადაჭრის ეს მოდელი და პრობლემის ხედვის ეს მოდელი ძალიან გავს ამ ავტორიტარულ და აი მოდი ასე ვთქვათ, არც ისე კარგი ქვეყნების ქცევას, ხო? რომ აი ყველანაირად პრობლემის გადაწყვეტას ცდილობენ, ხედვა აქვთ ესეთი რომ ვიღაცაა დამნაშავე. ანუ რაღაც თვითონ კი არ მიიღეს რაღაც არასწორი გადაწყვეტილებები, ან იქნებ რაც უკეთებიათ, ისა აქვს შესაძლებელი. არა ის რომ აიც და მაინც ვიღაცა ასე ჩაიფიქრა რომ სახლიდან გამოსული ხა გავა და ვიღაცა შევეკრები და გავაძვირებ და ხალხს ცხოვრებას გავურთულებ. რა როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს? ანუ მაგას გამოვიდეთ, ხო, კი რომ ყველგან ყველაფერი, მაგრამ რამე სფეროში რომ კარტელური გარიგება იყოს ძალიანაც მეჩვენება რატომაც არა. ხო, მაგრამ ეგრე თუ არ გააკონტროლო, აგერ აი ყურე თელი ის იყო, სუსი ყავდა მილიონს ალეჯედლი, როგორც ამბობენ, როგორც ბრალდება ამ ეგ რატოა კოჭელი არგუმენტი? არგუმენტი არ მაქვს, არ უბრალოდ გამორიცხავ მეთქი ვამბობდა, შენ მეუბნები რომ გამორიცხავ რა კი არ გამორიცხავ, მაშინ თავის თავს უნდა ებრძოლონ, ხო, ვის როგორ ეს ხო არ არის ჩინეთის მასშტაბის და ინდოეთის მასშტაბის ის პოპულაცია და ისა მილიარდნახევრიანი საზოგადოება და უზარმაზარი ეკონომიკა, ყველას იცნობს, ხო? ეს არ მოხდება ამ ტიპების, აი ვინც ზოგი დაჭერილია და ზოგი დასაჭერია და თავის თავს ხო არ ებრძოლონ და აგერ დაიჭერეს თავიანთი ნახევარი ქართული ოცნება და ზოგი არიან თავიანთი, ესე თვლიან თორე თავიანთი რო ორი თვის წინ ხო იყვნენ, მოუბრუნდათ. ხო. ესე იგი მამუკა გაბაიძე წერს რომ უეჭველი კუში არის ის რომ ნიკო შეჭამსნების მიერ საჭმოს რაც მაგიდაზე იქნება. ხო და აი ქონდა მოტანილი ისა კაკალი და რომელსაც ვერ შეჭამდა ნიკო და ქორიდან აფშნა ჯანებზე მოვიდა და დაასაკლავა თუ როგორ მიასიკვდილა. ესეთი მეგონა რომ თან კერკეტი კაკალი იყო რაღაც ეგეთი მასშტაბეჭილებას ტოვე და იმიტომ რა აქცია. ნე 5-7 ორყმა რა საოცრად შეისრუტავ ნამცხვარი ჭამე წინაზე ძალიან სწრაფად და ძალიან კარგად. ეს კაი ყველია. არა, იმიტომ რომ ეხა ვეღარ ვიპოვე ის მოსლომდე წავიკითხე კომენტარები. ერთ-ერთი ეხა ვიპოვებ იმ კომენტარს რომ მოკლედ ქალები უყურებას შევწყვეტო თუ ჭამას არ შეწყვეტო, იმიტომ რომ არა ესთეტიურიაო? რაღაცა ფობია ეწერა იქ სიტყვა რომელიც მე პირველად გავიგე, მაგრამ ეთყობა იმის ფობია რომ ვიღაც სხვა რო ჭამს იმას რო უყურებდე. ხო, ეგეთი ფობია. მე არ შემილია წირო საჭმელებს არ ჭამო ბოდიში. ესე იგი, ჰულეცის კარგი ამბები გაინტერესებს? აბა, გამოვში. წელს ოფში შოტში კარგი წელი მქონდაო, იმიტომ რომ ახალი ბინა ვიყიდეო, მიწა შევიძინე მუხაწყაროშიო, სადაც ცხოვრობდი იმ ბინის რემონტი დავიწყეო და PS just პროგრამისტი ვარო. ჰულეც შენ არ ხარ just პროგრამისტი. შენ ხარ ბინათ მფლობელი. მიწათ მფლობელი და კაცი რომელმაც რემონტი დაიწყო იმ ბინაში რომელშიც ცხოვრობს. ასე რომ ეგრე გააგრძელე. წარმატებები. აი? დასარევი. კარგიც ხო ხდება ნიკო. მირანდა გულბანი წავიდა შვედეთში სასწავლებლად, სრული დაფინანსებით, პლუს სტიპენდია 2 წლის განმავლობაში. შვედეთი ცოტა ძვირია, რაც არ უნდა ვადარებდეთ, რომ აქ უფრო რაღაცა იქ ევროპაში მაინც უფრო ძვირია ცხოვრება, მაგრამ სრული დაფინანსება, სტიპენდია 2 წლის განმავლობაში. მირანდა წარმატებები შენ სწავლაში. შვედეთია თუ შვეცია? მაგაზე გქონდა, ანუ აი ყივილი გქონდა დიდი ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ ჩვენ გვაიძულებდნენ ჩვენი ზემდგომები მათ რახით რომ გვეწერა შვეცია. ბიძინა გვაიძულებდა, იმიტომ რომ ამბობდა, გქონდა თავიანთი ლოგიკა, დათოც რომ ლექსიკონში სანამ არის შვეცია ოფიციალური დამამთავრებინე და გეტყვი მე კაცო, მე თქვი შუა წინა უნდა მორჩეს წინადადება, მე დამავიწყდება მეც. არგუმენტი იყო რომ იცოდე შენი. ზანენიკო. არგუმენტი იყო ესეთი რომ არის ოფიციალური დოკუმენტაცია ქართული ენის და სანამ ლექსიკონში წერია შვეცია, ჩვენს გამოვიყენებთ შვეციას, იმიტომ რომ რეალურად რუსეთიდან არ შემოდის თუ შემოვიდა არა აქვს მაგას მნიშვნელობა და ყველა შვედეთზე იყო გადასული და ჩვენ შვეციას ვწერდით. ასე რომ ვიყავით ჩვენ შვეციაზე გადართული, სხვები ყველანი წერდნენ შვედეთს და მაშინ კაი დრო იყო იმ მხრივ რომ ეგ იყო ჩვენი კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი საბაბი თუ მიზეზი შეიძლება ითქვას.
შენ რაღაც სამბობდი და მე შეგაცხადე. ხო, არა, ეგეთი ბევრი რამე იყო ეს დაძალებული ზემოდან. დაძალებული რა, სინამდვილეში ეგრეც არის, ხო, ვის როგორ ბიზნეს ტირანია. ხო, ბიზნესი და დატოსი, ხო. ეგრე არ არის, ხო, რომ ვის როგორ ხო, თუ წერთ ერთნაირად უნდა წერდეთ და რაღაცას შევთანხმდეთ და თუ უნდა შევთანხმდეთ, ანუ ეს ენათმეცნიერების ინსტიტუტის გამოცემული ლექსიკონები არის. ისე ასევე იყო, მე მგონი მიეჩვივნენ ნელ-ნელა, რომ წერდით ლუკაშენკას. და მახსოვს ამაზე დებოდი სიცილით კომენტარებში არ არსებობდა რომ სადმე ლუკაშენკა დაგეწერა და იქ კომენტარებში არ დაეწერა და დებილებო რით ვერ გაიგეთ ეს რომ ლუკაშენკო ოლექსანდრზე ვერჩოდნენ? ბიჭო მე შეეგუე შენ ოლექსანდრს წერთ ხოლმე და მე ალექსანდრეს. ალექსანდრია არის ოლექსანდრი უკრაინულია ხო 4 თუ არა? ხო არ ვიცი მაგრამ ეს ალექსანდრი არის და ხო ძალიან მე მაზალია მოვიწყდებოდა და ყოველ ჯერზე ვეძებდი ჩვენთან როგორ გვეწერია და მე კოპიასტი ადრეც მაქვს ნათქვამი ეს ვლადიმერი როგორ იმაშება ქართულად ხო არის ქართულად არის ვლადიმერი რუსულად არის ვლადიმირი ხო უკრაინულად არის ვოლოდიმირი და ბელორუსულად არის ულაძიმირი ბელორუსულში ჩემთვის ჩემი აღმოჩენა ხა ხშირად მიწერს ხოლმე ვკითხულობ რაღაცა ძ მოსულა ჩვეულებრივ რა და აქ უნდა სიმღერების უფლება რო ქონდეს everybody wants to rule the world tears for fears ეხტი ქორიძე ხო ვლადიმირამ ანუ დაიფყარი სამყარო და სიმღერა ყველას უნდა რომ სამყარო მართოს ხო და შენ შვედეთის თუ შვეციის მაგარი ხარ ნიკო ანუ ეს დებილობა სიძვირეზე რო ამბობდი მე რაღაც იმას უყურებდი აი ის რო არის დოკუმენტური ფილმები მოგზაურობა იქ მოგზაურობა აქ და რო ქვეყანას რო გაცნობენ და ნორვეგიაზე იყო ნუ გადასარევი ქვეყანა და ესა და სიძვირე იქ არის ნიკო თუ არის და ჩემთვის იყო აღმოჩენა რომ ეს შაბათ-კვირას ან რაღაცას ეს ნორვეგიიდან ესეთი ტურები არის მიდიან შვეციაში შვედეთში და იქ ვაჭრობენ იმის გამო რომ იქ შედარებით იაფია შვედეთი რო იაფია რა იქნება ხო თინა კანდელაკის სიტყვას ხო მაგის ბიჭო შტაბ-ბეჭდილებების ქვეშ რა თინა კანდელაკის სიტყვას თინა ულაძიმირ მე როგორ კაი გადასვლა იყო ვლადიმირ პუტინმა დააჯილდოვა თინა კანდელაკი და ანუ მედიისა და პროპაგანდის სხვა მუშაკები და თინამ წარმოთქვა სიტყვა და ანუ გადაუხადა ძალიან დიდი მადლობა თქვა ესეთი რაღაცა ხო გეუბნები ტიპები არიან რუსები ბიჭო აი თვითონ ამბობს რომ აი სხვები ვაქა ვინც არიანო არიანო დაბადებითო რუსეთის მოქალაქეებიო და მეო არჩევნითო შეგნებით რუსეთის მოქალაქეო რომ 25 წლის წინათ ავირჩიო საქართველოსიო ხშირად ვერ ჩავდივარო ბოლოს 5 წლის წინ ვიყავიო და 5 წლის წინო პატრიარქ შევხვდიო აი პატრიარქმა როჯერა ხო პატრიარქ შევხვდიო პატრიარქმა მითხრა რომ გადაეცქიციო პუტინსო რომ აი მეო მისთვის ვლოცულობო მე მგონი მოიტყუა არ ამგონია რომ ჩვენი პატრიარქი მოწოდდეს პუტინისთვის დაწუნებულა რომ არ არის ნუ მოკლედ ხო არ ვიცით მაგრამ უყურე მე თქვა რომ მეო თქვენი დიდი იმედი მაქვს ახლა მადლობა და ხელები ეჭირათ ყვავილის დაიგული და ესა თქვენი იმედი მაქვს რომ თქვენაო ჩემთვის ხართო შვიდობის განსახიერებაა აი იმიტომ რომ აი იმიტომ და იმიტომ მაქვს თქვენი იმედი და იმიტომ მიყვარხარ და იმიტომ რომ შვიდ მე ამის მერე გამოვიდა სალავიოვი ამის მერე რა ჩვენ თუ ისურო ჩვენ საიტზე არის ეს მოჭრილი ეს ვიდეო სალავიოვი და თინა კანდელაკი და მე სალავიოვი გამოვიდა სალავიოვი რომ ჩემი თაობა ხო როგორც ჩემი თაობა დაკარგული იყო და თქვენ შინაარსი დაგვიბრუნებთ ომია და სამშობლო და რაღაც ბიჭო სალავიოვზე უფრო ცუდი ტიპი თუ ვინმე იქნებოდა არ მეგონა ის გულწრფელი მაინც იყო იმან სალავიოვმა ომის გამო გადაუხადა მადლობა და ამან შვიდობის გამო გადაუხადა ტიპი არის ომის და მკვლელობის და ბავშვების ხოცვის და რავი ქალაქების განადგურების კაცი ჭამია რავი აბა რანაირად შეიძლება ის შვიდობასთან ასოცირდებოდეს პუტინი და შვიდობის გამო გადაუხადა სალავიოვს აჯობა ყოჩახ გავგიჟდი რა საღო მაინც შენმა გოგო მაჯობა სალავიოვს აი აქედან ეს დასკვნა გამოვიტანე ყოჩახ მას გურო on the road-მა ამერიკის ვიზა ავიღეო. ახლაც ნიუ-იორკიდან გისმენთ ქალაქიდან, რომელსაც მთელი ცხოვრება ფილმებში ვხედავდი და როგორ მიხარია თქვენ არიცითო. ანუ გუროსაც ულოცავრო იქ ჩავიდა ნიუ-იორკი მაგარი ქალაქია, მაგრამ სხვებიც აღნიშნავენ რომ ცუდი ის არისო, რომ ყველაზე კარგი ამბავია რომ სადღაც წავიდაო. ანუ გარდა რა ფულაც ისა რომელმაც ბინა იყიდა და მიწა და გაარემონტა პროგრამიზმით. და მე რასაც ვიგებ.
თუ შეიძლება რამე სადმე მინისტრის მოადგილე ხო არ არის რა. არა, მარიამის შვილი დაიბადა და ამიტომ უყურს 2025 წელი. ახლა დავფიქრე და ქვეყანაში კარგი ამბავი, ბევრი ვერაფერი გავიხსენე, ნინო დათაშვილი, ზურა ჯაფარიძე რო ციხიდან გამოვიდნენ, ალბათ ეგ, მაგრამ აქამდე როგორ მივიდეთ, რომ ცოტათი ნაკლები პოლიტიკური პატიმარია ჩვენი წარმატების საზომიო მარიამი წერს, ხო? აი მაგაზე გამახსენდა ახლა ის ინიციატივა რო იყო, ეს უცნობის და მე კიდე მეორედ გამოეხმაურა ამ ამბავს, რომ ეს ისა არინანიებენო კიო ეს გადაწვა უნდათ ქალაქისო და პარლამენტისო, მაგრამ ეს ბიჭებიო ეს ანდრო ჭიჭინაძე და სხვაებიო, ნუ უყურებთო რა მოინანიებ თუ არა, ჩვენ ვიკარგოთო და მოკლეთო გამოუშვათო რა. და ამაზე ხო თქვენს თვითონ რომ არაფერი ის არა გვაქვს მოსანანიებელი და არაფერი და არც განცხადებას დავწერთ შეწყალებაზე, არც იმის ისა ადამიანთა პირობით გათავისუფლების ამბავზე მოვიხდი თქვენი სამადლობელი აქვს და ამაზე იყო გაბრაზებული და ძალიან აღელვებული და ამბობდა რომ აი ესაო თქვენო ცუდი ტიპები ხართო არანაირი ის არც ინიციატივა ისევ თქვიო სურვილი გამოთქვიო და თქვენო ახლა მე ნახეთო როგორ გაგჭედოთო იმას დავიწყებო ხელმოწერების შეგროვებას და რამდენი მოაწერთო თქვენო ხელსო ხო ვითომ მოითხოვთო რომ აი ეს თავისუფლება სინდისის პატიმრებს რამდენი ბიჭო შენ რო დაიჭირე მაგაზია ხალხი შენ პირობით ვამბობ ხო სიტყვაზე ვინც დაიჭირა იმაზეა გაბრაზებული ხალხი და შენ ახლა შენ გულმოწყალების იმედად იყოს თუ უნდა კი ბატონო არავინ არაფერს არ დაძრახავს თვითონ თუ გადაწყვეტს რომ გამოვიდეს და ამ ფორმით გამოვიდეს ღმერთმა გაუმართლოს მაგრამ რა გიკვირს რომ უსამართლოდ ადამიანი დაიჭირე თან ვითომ არაფერი ხო ამოვკრათ პანჩური და გამოვაგდოდო ეგ ბზიაზეც ხო მანამ ამაძეც ხო და ჯერ საერთოდ რა არის ეს ამოვკრათ პანჩური და გამოვაგდოთ რა ეს არის უყურე ხშირად პარალელს აკეთებენ ხოლმე ლუკაშენკამ რომ ახლა ამათმაც რაღაცნაირად აუბეს მხარი ლუკაშენკამ ხო გაუშვა ეს პოლიტპატიმრები მაგრამ ეგ ახლა კარგი ამბავი კი არ არის ზოგადად გათავისუფლება კარგია ადამიან რა გახარებულებიც არიან და რაღაც მაგრამ ახლა თვითონ ხო ამბობენ ეს ემოცია რო გაგივლის ხო აი ახლა რაც ხდება იქ ბელარუსში ხო გამოუშვა პოლიტპატიმრები და რაღაცა ხო ერთადერთი ვისთვისაც ვითარება შეიცვალა გაუმჯობეს და არის ლუკაშენკასთვის ეს ტიპები იქ ვერ ჩავლენ ვინც არის ისინი ისე იტანჯებიან ლუკაშენკას რაღაც სანქციები მოუხსნეს და რუსები როგორც იტყვიან აი ეს რუკაპაჟატი გახდა აქამდე იყო ნირუკაპაჟატი ასე ვთქვა ხო ეგ არ უნდათ განა გამოსვლა არ უნდათ, მაგრამ ეგეთი გამოსვლა არ უნდათ, რომ არაფერი არ შეიცვალოს, ხო? აი ეს ამაშია საქმე და ტიპი თან აღშფოთებული არის, ხო? ვიღაცა იყო ეს ვიღაცასთან ერთად უსმენდი ამას და ის ამბობს, რომ დაამჭერისიო, ვინც არ უშვებს, ვინც გამოუშვებს, იმ ყველას აგინებდა. როგორ ადამიანი ტყუილად დაიჭირო. გახსოვს ადრე რო იყო 90-იან წლებში შუქი რო ჩაქვრებოდა და რო აგინებდნენ და რომ მოვიდო და მაშინაც რო აგინებდნენ. ხო, ეგეთი ამბავია რა. რომ მოდიოდა მე არ ვაგინებდი. არა, რა ლოგიკით იცი? მალე წავიდოდა ხო. და იგივე ტიპი იყო, ვინ ჩაგირთავდა, ვინც ის. რაღაც მოდიოდი. ხო, ეგ კონტრასტული შხაპი არ გამოდიოდა ნიკო რა. რომელიღაც არხზე იყო, არ ვიცი, იბერვიზიაზე თუ თამარიონზე თუ რაღაცაზე, ფილმი იწყებოდა ხოლმე 6-ზე და ჩემთან სახში შუქი ხრებოდა 7-ზე. ყოველ საღამოს ეგრე იყო და ფილმს დაწყებას უყურებდი, თან სხვა დაიწყო ფილმი 1 საათი ნახე, მე ჩაქრა და არ ვიცი როგორ მთავრდებოდა, ეგრე ერთი არ იყო კარგი. არისო იმი მეძრო იქნება ეხა მაინც არ ჩაქრეს, მაგრამ როგორც წესი ხდება. სრულიად კოშმარი იყო რა ეგ 80. აი მაქედან რო ამოვედით და რაღაც. ბაქედან კი არა, აი ახლა ხო ეს რო იჭერენ ესე და ტიპებს ის რო არ აყავთ გულშემატკივრები და მისი მხარდამჭერები რო ვერ ამბობენ. ბიჭო სრულიად დამნაშავე ტიპები რო არიან. იმათაც კი ყავთ გულშემატკივრები რო ამბობენ რომ გამოუშვით და ჩემიანია და რაღაც ესე და აი ისა ატმოსფერო ახლა იმათვის მაინც ატმოსფერო ტოვებს აი რაღაც სტალინის აი 30-იანი წლების იმას და ბიჭო ესე მუშაობს გაიგე 21 საუკუნეში ტიპებმა იმხელა ძალისხმევა გასწიეს რომ აი რაღაც პატარა სტალინიზმის რაღაც ის რეპრესიების მოდელი შექმნეს თვითონვე ხო ესე მუშაობს ახლა ჩვენი ზოგიერთი ნაცნობი ასე ვთქვათ პოეტი სტალინის რო ლექსებს უძღვნის ბაბლის ჯინაზე არ ვიცი მე მაინც იმეც ვიტოვებ რომ ბაბლის ჯინაზე და ეგეთი ის არ არის დურაკი რა რომ სტალინის ლექსები მიუძღვრა და სტალინი ახლა ქართულ პატრიოტად გამოიყვანო ხო ტიპი იყო ბიჭო რაღაც ნაწილმა რუსეთის საზოგადოების რომ ის გამოუცხადო სიყვარული და რაღაც დაში დაუკრა სტალინს ძერჟავნიკები ვინც არიან რომ რაღაც გაადიდა და ატომური იარაღი და რაღაც საქართველოს ერთი არგუმენტი არ აქვს რის გამოც სტალინს შეიძლება მოებღაუჭო ხო და რისი თქმა მინდა ესე არის შენდეროვიჩმა რო თქვა
ესეც ბევრჯერ მაქვს, იმიტომ რომ ძალიან ესეთი ის არის კრილატაე ფრაზა ეს ფრთიანი გამონათქვამი, რომ სტალინი თავისთვის კი არ უნდათო, მეზობლისთვის უნდათო, ვიღაც ნათესავისთვის, რომ ის მიაჩაკუჩოს და არ არსებობს, მე შენ მოგაკითხავს რა. შენ პირველ რიგში შენ მოგაკითხავს. დარწმუნებული ვარ ახლა იგი ჯოჯოხეთში სტალინთან ერთად რომ მოხდეს 5 სტალინელი დღევანდელი ახალგაზრდაც ის გამოაცხადებს იოსებ ვისარიონიჩი რომ იტყვის რომ აქ ახლა პატარა მოდი 37 წელი უნდა ჩავატაროთ 10 ნივართ 3 უნდა დავხრიტოთ ეგ მეც მოყოლილი მაქვს მაგრამ ერთ-ერთი რესტის ისტორია პოდკასტის წამყვანები კარგი პოდკასტია მსჯელობდნენ ერთმანეთში ჰიტლერსა და სტალინის შორის რა განსხვავება იყო რომელიც ძალიან ბევრი განსხვავება იყო მაგრამ ერთ-ერთი იყო რომ თქვა თუ საღამოს ჰიტლერი თავისთან დაგიბარებდა შეხვედრაზე ნაცისტი თუ იყავი მაინც არ გეშინოდა ანუ ყოფილა რომ თავისიანებზეც გაუწევია ჰიტლერმა როგორც წესი არ შვებოდა და ფათუ მიზეზოდაც არ უქნევ რამდენჯერმე მის სიცოცხლეზე თავდასხმა რო იყო მერე პატარა წმენდები მოაწყო მაგრამ თვითონ ხა სხვა წიგნებშიც წერია რომ ჰიტლერი სტალინის შურდა ცოტა რომ აი მა რომ მოახერხა ეგრე უნდა მექნა მეცო იმიტომ რომ თავის ჯარზე არ გიждდებოდა აი სტალინთან საღამოს შეხვედრაზე თუ მიდიოდი ცოტა ფეხები უკან გრჩებოდა იმიტომ რომ არ იცოდი როგორ შემოგხედავდა და ისეც არის სტალინი გაცილებით მეთხანს იყო სათავეში სხვანაირად შემოიკრიბა და მე რა როგორ იქნებოდა მაგრამ ერთი ის იყო რომ თქვა ხა ჰიტლერთან საღამოს წვეულებაზე თუ მიდიოდი ფეხები უკან არ გრჩებოდა გარდა იმისა რომ ის დაიწყებდა ბოლოში თან გაუჩერებლად მოსაწყენად ლაპარაკობდა ხოლმე და სტალინსაც შეოდა იგივე გაუჩერებლად მოსაწყენად ლაპარაკი მაგრამ არ მინდა რომ ხა ის გამომივიდეს სტალინი გაცილებით ჭკვიანი კაცი იყო ჰიტლერზე და ნაკითხი და რაღაცა ის ჰიტლერი ჩლუნგი იყო თან განსაკუთრებით ბოლოში როცა ხელისუფლებაში იყო ბოლომდე იშვიათად ჩნდებოდა სუკაიფში იყო ანუ იმიტომ ეს ექიმი რაღაცა იმებს ამფეტამინის და რაღაც ის ნაზავს უკეთებდა და ყველა რომ გაუჩერებლად ლაპარაკობდა თანაირად თავის ბიერჰოლ პუჩზე და რაღაცა აი ყველა ესე იყო ბოლოს რო გეხოცები ჰიტლერი არ სხვას არ ლაპარაკებდა და სტალინი დამპალი იყო ხანდახან ჩუმდებოდა და ეს ალბათ აუ ტავარიშ გორიძე что и расскажете то раз და შენ ისე ხარ რომ სიტყვა არ წამსდეს რამე სხვანაირი იმიტომ რომ აქ что вы думаете რაღაცა სიზამდა თუმცა ბოლოში იმასაც ჩვეოდა რომ თუ სტუმრად ჩახვიდოდი მაგასთან დაჩაზე ეგ მონტეფიეროს წერია რომ იქაც თვრებოდა ხანდახან და სამოქალაქო ომის ამბებს ყვებოდა და სტალინისტი ტიპები რომ მაგასთან იყვნენ ჩასულები რომ სტალინთან ჩავდივარ მეორე დღეს შეიყვნენ გეხოცები დროზე გამიშვით აქედან იმიტომ რომ ეს თვალი ბებერი კაცი სამოქალაქო ომის ამბებს მიყვება და აღარ მინდა თუ გაგიშვენ აია ხო აი ჩემთვის მაინც ახლა შორს რო არ წავიდეთ ხო აი ორჯონიკიძე აი ტიპი ხო თავ თვითმკვლელობამდე მიიყვანა და იცოდა რომ დაიჭერდნენ და დახურეთდნენ და აწამე რანაირად გაწირა ეგრეთ რატო ხო აი არანაირი მიზეზი არ არსებობდა ესეთი აი მნიშვნელოვანი მიზეზი რის გამოც ხო უნდა მოეკლა ну თავი მოიკლა მაგრამ ну ფაქტობრივად ის იყო ახლა რო თავის მოკლათ არ შეიძლება ხანდახან რო გააცრებდი ოჯახზე იძიებდნენ ხოლმე სულ რომ არა კომუნისტური საქციელი იყო ფორმალურადაც ახლა რო არის ხო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც კი არ არის რა საქმე რაღაც დაიწერა ოფიციალურ ნეკროლოგებში და იმებში რომ ეს გულის პრობლემა და გულმა ვერ ოკეი აი მოიკლა კაცო და გული დაიჭერა თან ეს ძალიან ერთგული იყო ბიჭო იმას სტალინის იმას ეძახოდნენ ვირს ეძახოდნენ და იმიდან რა ვიცი 10-იანი წლებიდან თუ იმ ნულოვანი წლები მოკლედ თან გადაყოლილი და ერთად გამოვლილი და ერთგულზე ერთგული და რა ვიცი და არანაირი იდეოლოგიური გადახვევა და ახლა ტროცკისტებს და ზინოვიევს და კამენევს რაღაც შეიძლება გამოუჩიჩქნო ამას არ ქონია ეგეთი ხო ეგეთი ის არის ბოლოსკენ ხო და რადგანაც ამ მართველებს შევეხეთ ნიკო და ახალი წელი მოდის და ეჭვი მაქვს რომ ახალ წელს ვინ გილოცავს ხოლმე პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, ხო და აი ყაველაშვილს ქონდა გუშინ ინტერვიუ ნიკო აი ხო რა აღარ გინახავს, რა აღარ მოგისმენია ტიპმა საზოგადოება ბერი პაისის ციტატა და რაღაცა ხო ცდილობს რომ ეგეთის რომ საზოგადოება დაყო ეს დაყოფა ხო ის არის ჩვენი პოლიტიკური ლიდერების ის როგორც ბატონი ბიძინა ითხოვა და კანიოკი აი საზოგადოება დაყო ორ ნაწილად. აბა გამოიცანი. ეჭვი მაქვს რომ შენ იმეც არ უყურებ და არ გინახავს ეგ. არა, მაგრამ Facebook-ზე წავიკითხე, ამიტომ ვიცი და არ მოგატყუებ, რომ თან ბერი პაისის ისინი ზეპირად ვიცი ყველა გამონათქვამი და ვიცი ვინც არის. ფუტკრებად და ბუზებად და. იმიტომ რომ ძღნერთან მიდიანო მაინც, რაც არ უნდა იყოს. ეგ არ უთქვამს. როგორ არ თქვა? ეს ეთქვა ხო?
ჯიმი, შენ შიგრუსთავში ცხოვრობ თუ რუსთავის სოფლებში? რომ აუ, რა სასაცილოა. ეგ იცი რაზე აღარ. ის ნოესტანი. არ მოუდგენელი არ არის მაგის. ხო იცი მე ეგ ანუ ხო ამდენი აბსურდი მოგვისმენია, მოკლედ აგესნით, ნოესტას სტუმრად არის გიორგი გაბუნია, ხო? იმედის ხამის შოუს წამყვანი, რომელიც ესეთი პროპაგანდისტული, ძირითადად იუმორისტულია, მაგრამ პოლიტიკურად იუმორისტული არის. ამიტომ და ის ყვება რაზე იცინის სისტემა, შეგვიძლია ვთქვათ მის მიხედვით, ან ვის დასცინიან. ის ყვება თავის ამბავს, რომ მუშაობდა ადრე რა ქვია იმას ელექტროენერგიას რომ ამოწმებენ. ისა ხო, ინკასატორად. არა, ინკასატორი არ ქვია მაგას, მაგრამ შემოწმებლად. ელექტროენერგიის როჭრიან და ხანდახან რუსთავის სოფლებში ვიყავიო და ხანდახან ესეც ცოტა კონდა გადასახდელიო. იმას რომ მევხვდიდიო რო არ ჩამეჭრა, რა ძალიან კარგია თუ ამას სააკეთებდა, ან როცა აკეთებდა, არ შემაქმნე მას შეეჭვი, უბრალოდ ყველაზე გაგვიშთა შეკითხვა რომ რუსთავის სოფლები რა არის. რუსთავის სოფლები არ არსებობს ეგეთი რაღაცა, ეგეთი სიტყვათა შეთანხმება საერთოდ. რუსთავთან სოფელი არ არის რამე? რაღაც სოფლები იქნება, მაგრამ არ ვიცი რას ნიშნავს რუსთავის სოფლები, რუსთავის აი ეს ხო არის მაგალითად გარდაბნის რაიონის სოფელი რაღაც ქეშალო ან რაღაც ეგეთი ხო ან ლაგოდეხის რაიონის სოფელი აფენი ან რაღაც ეგეთი ხო თელავის რაიონის სოფელი იყალთო მაგრამ ესე რუსთავის რაღაცა სოფელი არ არსებობს ახალი სამგორია ახლოს რა ვიცი ყველაფერი ხო და არა ახლა მე მიჩნდება რა შეიძლება იყოს ესა არ ვიცი შეიძლება ახალი სამგორია ან შეიძლება რუსთავში ახაც ხო ეს ორსართულიანი კერძო დასახლებები რო არის ხო მაგრამ ის ხალხი ის ფიქრობს რომ რუსთავის აუკეთესო ნაწილში ცხოვრობს კერძო ბინა გაღა საკუთარი სახლი ეს იმას რო უთხრა შეიძლება რუსთავის სოფლიდან ახლა რომ გდევს რა ვიცი რუსთავის დაბამდე რა ვიცი ხო არ არსებობს ეგეთ თან მე რა არის ის კომპანიაში მაგას უნდოდა შეთავსება რა ინახე მოულოდნელად კარგს იმ კომპანიაში ვინც მუშაობდა ის ხალხი გამომეხმაურა და მომწერეს რომ რაღაც ის როგორ ჩანს რაღაც პირად პრობლემები ქონდა თუ რაღაცა და ინდობდნენ არსად არ უშე არაფერი თან ისეთ რაოდენობას წერს რამდენი ებარა ხო მაგდენი აბონენტი შეიძლება სულ არ იყოს სოფლებში კი არა რუსთავის ქალაქებში ხო და იყო ძალიან მაზალო და თან მაინც მგონია რომ სწორს ყვება ყველაფერს მართლაც ამბობს უბრალოდ რუსთავის სოფლები არ არსებობს ეს ნიანგის ცრემლები რო ვიღაცას თვითონ უხდიდა და ისა აი იმდენად ჰუმანური იყო იმდენად ჰუმანური ადამიანი იყო რომ აი უკვე ბედის წერას განსაზღვრული ჰქონდა რომ იმედში მოხდებოდა რა იქიდან ხო არ ვიცი რამეს იმის არ იყოს სხვა იმედის სხვა წამყვანის მსგავსად რუსთავის სოფლების სადღაც გამგებლათანინად ხო არ უპირებენ გამოშვებას ხო იქნება ძალიან მაზალო ძალიან კარგი ხო ეს იყო ჩვენი კიდე დავამთავრო მე სტუმარი ვარ დავამთავრე ეს იყო ჩვენი წლევანდელი ბოლო გადაცემა გემშვიდობებით რამე სიმღერაც შევბეროთ ერთად ხო რა სიმღერა მე ამ ღამეს დიდხანს ველოდი მაგას მე შენი სიმღეროდი მოდი ქორი ერთად დავამთავროთ rebulsis breps weperepodi თქვენ გენაცვალთ რა ჩვენი გაცნობის საღამოა და დღესწრებლები ამა შეგიმღერის სახე ახლა შევიდრო მე ძალიან არ მომწონს როცა ცრემლები ამაოა იმიტომ რომ რატო ტირის ხალე შენ არის ფრაზა ცრემლები ამაოა ეგ არის ტექსტი შენ ის ახარ დათო ის ხუჯაძე მე კაი არც ვიმღერეთ თან არც სიმღერა კარგი მომავალ წლამდე კომენტარები დაწერეთ კომენტარები